ყოფილი სამხედროები აცხადებენ, რომ აუცილებელია სამოქალაქო ფორუმი შეიქმნას, სხვადასხვა აქტიური ადამიანი იყოს ამ ფორუმში გაწევრიანებული და ყველამ ერთად სადოს ქვეყანა გამოიყვანოს მძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან, რადგან დღეს ყველა თახვდება, რომ ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დგას საქართველო და აუცილებელი არის, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც სურს ქვეყნის ევროპული მომავალი, პროცესებში აქტიურად იყოს ჩართული. როგორც ოფიცერი, მე შემიძლია ვთქვა, რომ მე ფიცი მაქვს დადებული სამშობლოს წინაშე, ვაღიარებ მხოლოდ იმ პრეზიდენტს, რომელიც ხალხის მიერ არჩეული და ლეგიტიმურია, ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა მას ექნება, სანამ ახალი არჩევნების შემდეგ არ აირჩევა ახალი პრეზიდენტი. საჭიროა ერთიანი ფორუმი სახალხო ლეგიტიმაციით. ძალიან მარტივი თემაა წინამდებობის ფრონტი სახალხო ფორუმის ფორმატით, რაც უფრო მეტი საზოგადოებრივი ჯგუფი გაერთიანდება, მით უფრო დიდი იქნება ლეგიტიმაცია და მით უფრო ჯანსაღი იქნება პოლიტიკური პროცესი. ამ ეტაპზე არის მხოლოდ ერთი ძლიერი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც უზურპირებული აქვს ხელისუფლება ოცნების სახით და ჩვენ საპირწონედ უნდა შევქმნათ ასევე ძლიერი პოლიტიკური მოძრაობა. ერთ-ერთი ჩვენი ძალიან კონკრეტული წინადადება და კონკრეტული ამბავია, ეს არის, რასაც ქვია რესპუბლიკის შეცვლა, ანუ მესამე რესპუბლიკის ჩამოყალიბება, რომელიც უკვე შემდგომ ახალ წესებს დააწესებს, უფრო დემოკრატიული იქნება, უფრო გამჭვირვალე. ესე როგორც ვერასოდეს შახარყინულს ვერ მიიღებთ კრისტალის გარეშე, ეგ ამბავი ალბათ პირველი კრისტალი, რომლის გარშემოც ეს აიკინძება, რო იტყვიან, ალბათ პრეზიდენტი უნდა იყოს, პრეზიდენტმა უნდა ითავოს, როგორც პრაქტიკულად დღევანდელ დღეს ერთადერთმა ლეგიტიმურმა ინსტიტუტმა, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა საქართველოში. ჩვენი ჯგუფი არის თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორიდან ყოფილი თანამშრომლები, ყოფილი სამხედროები, ვეტერანები, ყველა ის ადამიანი, ვინც ძალიან კარგად ფლობს, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მართვის ცოდნას, გამოცდილებას, სახელმწიფო მართვის მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებულ, ასე ვთქვათ, პროცესებს, როგორ უნდა კეთდებოდეს, განსაკუთრებით უსაფრთხოების სექტორში.